თავი მეექვსე. იხილე ან შედი. ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლს და სიმართლის ნიჭს, იმეფებენ სიცოცხლეში ერთის, იესო ქრისტეს მეშვეობით. რომაელთა 5:17. ვიმედოვნებ, რომ თუ რომაელთა მიმართ წერილის 5:17 ხშირად შეგახსენებთ მოცემული წიგნის ფურცლებიდან, იგი იოანეს 3:16 მსგავსად თქვენი არსების შემადგენელი ნაწილი გახდება. შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა ამ უხლის ციტირებას შუაღამით გაღვიძებულებიც კი შეძლებთ და მაშინ მტკიცად გეცოდინებათ, რომ თქვენი მეფობა ამ ცხოვრებაში ღმერთის ნებაა. ამ ჭეშმარიტებისადმი ურყევი რწმენა აუცილებელია იმისთვის, რომ წარმატებით დაასრულოთ სარბიელი და საკუთარ თავს ხედავდე, როგორც გამარჯვებულ და შეუპოვარ მორწმუნეს. ვიდრე გავაგრძელებთ წარმოდგენილი თემის შესავლას, ნება მიბოძეთ გავიმეორო ის ფუნდამენტალური ჭეშმარიტება, რომლის შესახებაც მოცემულ წიგნში ვსაუბრობ. ყველა, ვინც უსასყიდლოდ მიიღო ღმერთის მადლი, შემოსილია ძალით, რათა უმაღლესი პოზიცია დაიკავონ ცხოვრებაში. ჩვენ ვართ თავი და არა კუდი. ცხოვრებისეულ გარემოებებზე მაღლა მდგომლი და არა პირიქით. ჩვენ უნდა ვიყოთ სასუფევლის სამაგალითო წარმომადგენლები, რომელთაც ღმერთის სიცოცხლე მოაქვთ დედამიწაზე. რატომ არ მეფობს ცხოვრებაში ქრისტიანთა უმრავლესობა? რატომ არ ცხოვრობს ასე ყველა ქრისტიანი? რატომ არის ქრისტიანების დიდი ნაწილი გავლენის ქვეშ? თავად ისინი კი ვერ ახდენენ გავლენას და არ მეფობენ? ჩვენ უკვე მივაგენით ყველაზე მთავარ და ყველაზე ნათელ მიზეზს. 2009 წელს ჩატარებულმა ეროვნულმა გამოკითხვამ უჩვენა, რომ ამერიკელ მორწმუნეთა 98%-მა არ იცის, რომ ღმერთის მადლი არის ძალა. ვფიქრობ, სამწუხაროდ ეს სტატისტიკა ზოგადად ეკლესიის მდგომარეობის მაჩვენებელია, არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელს დასავლურ სამყაროში. ამ უცოდინრობის გამო მორწმუნეთა დიდი ნაწილი ვერ ცხოვრობს ღმერთთან განზრახვის შესაბამისად. ისინი არ განსხვავდებიან იმ აფრიკული ტომის წარმომადგენლებისაგან, რომელთაც Land Rover-ი ჰყავდათ, მაგრამ არ იციან, რომ მისი დანიშნულება ტრანსპორტირებაა. ისინი კვლავაც ფეხით დადიან და ზურგზე მოკიდებული მძიმე ტვირთით გრძელ გზას გადიან. მოცემული წიგნის დარჩენილ ნაწილში ვისაუბრებთ მეორე მიზეზის შესახებ. თუ რატომ არ მეფობენ მორწმუნენი ცხოვრებაში? დავიწყებთ იმ სიტყვების განხილვით, რომელიც იესომ უთხრა ნიკოდემოს, ებრაელ ლიდერს, რომელიც ჩუმად მივიდა მოძღვართან სასაუბროდ. პირველი რაც იესომ უთხრა მას, იყო: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც ხელახლა არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს. იოანეს 3:3. იესო აქ სასუფეველის ხილვაზე საუბრობს, მაგრამ ამის შემდეგ იგი სრულიად განსხვავებულ რამეს ეუბნება. ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ შევა ღმერთის სასუფეველში. იოანეს 3:5. რატომ აკეთებს იესო ასეთ გადასვლას? ჯერ ეუბნება, რომ ვერ იხილავს, მუხლი 3. შემდეგ კი ეუბნება, რომ ვერ შევა, მუხლი 5. როდესაც ვცდილობთ ჩავწვდეთ და განვმარტოთ წმინდა წერილის, ესა თუ ის ადგილი მხოლოდ მშობლიურ ენაზე დაყრდნობით. ხშირად შეიძლება მოცემული ტექსტის რეალური და მთავარი მნიშვნელობა გამოგრჩეს. თუ მივმართავთ ორიგინალს, იმ ენას, რომელზეც დაიწერა სახარება, უკეთ და სწორედ გავიგებთ, რისი თქმა უნდა ღმერთს ამ ნაწყვეტში. როდესაც იესო ღვთის სასუფეველის შესახებ საუბრობს, სინამდვილეში გულისხმობს ღმერთის სამეფოს. სახარებაში ყველაზე ხშირად ღვთის სასუფეველის მნიშვნელობით გამოიყენება ბერძნული სიტყვა ბასილეია თუ თეოს, რაც ნიშნავს ბასილეა მეფობს, მართველობა, მეფური ძალაუფლება. ბასილეა წარმოშობილია ბერძნული სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს ბაზა ან ფუნდამენტი. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ბასილეია თუ თეოს ყველაზე კარგი თარგმანია ღმერთის იმპერიული მმართველობა ან ღმერთის დომინირება. მე მომწონს სიტყვა იმპერიული. მისი ერთ-ერთი განმარტება უზენაესი ძალაუფლების მქონეა. მაგალითად, მამაოჩვენოს ლოცვაში იესო ასეთი ლოცვის ნიმუშს გვაძლევს: მამაოჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი,
იყოს ნება შენი, ვითარცაც ათაშინა, ეგრენცა ქვეყანასა ზედა. ლუკას 11:2. სხვა სიტყვებით იესო ამბობს: მამა უზეციერო, შენ ხარ ღმერთი ყოვლისშემძლე. მოვიდე შენი უზენაესი მმართველობა. ახსრულდეს ნება შენი მიწაზე, ისევე როგორც ზეცაშია. მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ბევრი ადამიანის აზრით ეს სიტყვები ეკუთვნის მომავალ დროს. მაშინ, როდესაც უფლის სამეფო უკვე მოსულია. მართალია ეს ფიზიკურად ჯერ არ გამოვლენილა, როგორც ესეია წინასწარმეტყველებდა, რადგან ფიზიკურად მაშინ დადგება, როცა იესო გამეფდება საუკუნოდ და სატანის გავლენას ბოლო მოეღება. მაგრამ ღმერთის სამეფო უკვე დადგა სულიერად. ის ჩვენშია, ღმერთის ხალხში. რამეთო იესო ამბობს: ღვთისასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოთ, არც სიტყვიან, აგერ აქ არისო, ვინაიდან აჰა, თვითონ თქვენშია ღვთისასუფეველი. ლუკას სახარება 17:20-21. გოლგოთის მსხვერპლის წყალობით ღვთისასუფეველი ახლა ყველავის მორწმუნეშია. ჩვენ უნდა გავავრცელოთ მისი გავლენა და მისი მმართველობა ყველგან, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ და სადაც არ უნდა მივდიოდეთ. ჩვენ უნდა ვიმეფოთ ცხოვრებაში ღმერთის მადლის, ძლიერი ნიჭის მეშვეობით, რომელიც იესო ქრისტემ უსასყიდლოდ მოგვცა. მოდით განვიხილოთ წმინდა წერილის სხვა ადგილებიც, სადაც იესო იყენებს ფრაზას ღმერთის სასუფეველი და ის შევცვალოთ გამონათქვამით ღმერთის უზენაესი ძალის მმართველობა. საოცარია, რამდენად იცვლება ამ ორი გამონათქვამის მნიშვნელობები, რადგან დიდ აზრს იძენს თითეული მორწმუნისათვის. მაგალითად, მათეს სახარებაში 12:28-ში იესო გვასწავლის: თუ მე ეშმაკებს ღმერთის სულის მეშვეობით ვდევნი, მაშინ ღმერთის უზენაესი, ძლიერი მმართველობა მოსულა თქვენზე. ღმერთის სული, რომელზეც იესო საუბრობს, სული წმინდაა, სამების ერთ-ერთი წევრი. იგი წარმოაჩენს ღმერთის მადლს, ძალას, რომელსაც ვფლობთ. მას ახალ აღთქმაში მადლის სული ეწოდება. იხილეთ ებრაელთა 10:29. კიდევ ერთი ადგილი წმინდა წერილიდან, სადაც იესო ღვთისასუფეველის შესახებ ლაპარაკობს. აკლემისთვის უფრო ადვილია ნემსის ყუნწში გაძრომა, ვიდრე მდიდრისთვის ღმერთის უზენაეს, ძლიერ მმართველობაში შესვლა. მათეს 19:24. მდიდარია ის, ვინც ამბობს: მთელი ძალა და უნარი, რომელიც წარმატებისთვის მჭირდება, ჩემშია. მას ჯერა, რომ ინტელექტით, ფულით, ფიზიკური ძალით, კავშირებით და რესურსებით თავად შეძლებს საკუთარი თავის სრულად უზრუნველყოფას. მაგრამ იესოს შეუძლია უფრო მკვეთრად დაანახოს არსებული სურათი. ნეტარნი ხართ გლახაკნი, ვინაიდან თქვენია ღმერთის უზენაესი ძლიერი მმართველობა. ლუკას 6:20. იესო გლახაკს, ანუ ღარიბს არ უწოდებს იმ ადამიანებს, რომელთაც არ გააჩნიათ ფული. იგი ლოცავს იმათ, ვინც ღმერთის მადლზეა მინდობილი. იესო ამბობდა, რომ სული ღვთისა იყო მასზე, რათა გლახაკთათვის ეხარებინა ხსნის სახარება. თუმცა ძალიან ხშირად იგი შეგნებლად ხვდებოდა, სტუმრობდა და ემსახურებოდა ფინანსურად მდიდარ ადამიანებს. აკლემის ნემსის ყუნჩი გაძრომაზე იესო მდიდარ ახალგაზრდასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, რომელიც თავის სიმდიდრეს უფრო ენდობოდა ვიდრე ღმერთს. წავიკითხოთ წმინდა წერილის კიდევ ერთი ადგილი, სადაც იესო ღვთისასუფეველის შესახებ ლაპარაკობს. თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ღვთის უზენაესი ძლიერი მმართველობისა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის. მარკოზის 4:11. ის ძალაუფლება, რომელიც ღმერთის მადლით ჩვენთვის ხელმისაწვდომია, ნამდვილად საიდუმლოებაა, დაფარული ჭეშმარიტება, რომლის გაცხადებაც მხოლოდ სული წმინდა შეუძლია, რაც თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია. ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს. ჩვენ კი გაგვიმხილა ღმერთმა თავისი სულით. 1 კორინთელთა 2:9. ის ფაქტი, რომ შენ და მე შეგვიძლია ვიმეფოთ ამ ცხოვრებაში, ღმერთის მადლის მეშვეობით, დაფარული იყო მანამ, სანამ სული წმინდამ არ გაგვიცხადა მოციქულთა მხრიდან, რომლებმაც ახალი აღთქმა დაწერეს. ჩვენ კი იზღა დაგვრჩენია ვირწმუნოთ. აი კიდევ ერთი განაცხადი, რომელიც იესომ გააკეთა ღმერთის სამეფოსთან დაკავშირებით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ,
არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომელიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღმერთის უზენაეს მართლობას, ძლიერებით მოსულს. მარკოზის 9:1. მესია ამბობს ამ სიტყვებს. ესე იგი, ჩვენი რწმენა უნდა გამტკიცდეს კიდევ უფრო მეტად და მეტად. ღვთისასუფეველი მხოლოდ მომავალში კი არ დადგება, არამედ ის უკვე აქ არის. ღმერთის უზენაესმა, ძლიერმა მართლობამ აავსო ადამიანები, რომლებიც გაყვნენ იესოს, როგორც კი სულიწმინდა გადმოვიდა 50 დღეს. იესო ამ თვალსაზრისით ეუბნება მწიგნობარს, როცა ის ბრძნულად პასუხობს მას. შენ შორს არ ხარ ღმერთის უზენაესი, ძლიერი მართლობისაგან. მარკოზის 12:34. როგორც ხედავთ, დასახელებულ მაგალითში ღვთისასუფეველი ბევრად დიდ მნიშვნელობას და ძალას იძენს, როდესაც მას ისევ ვკითხულობთ, როგორც ბერძნულ ტექსტშია მოცემული. უფრო ბევრის მთქმელი შეიძლება იყოს ფრაზა ღმერთის უზენაესი ძლიერი მართლობა, ვიდრე ტერმინი ღვთისასუფეველი და კიდევ უფრო მეტად გავხსნევდებით, თუ ტერმინს ღვთისასუფეველი შევცვლით ფრაზით ღმერთის უზენაესი ძლიერი მართლობა. მაგრამ მნიშვნელოვანია ღმერთის უზენაესი ძლიერი მართლობის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გვახსოვდეს. მან თავისი მართლობის დელეგირება ჩვენზე მოახდინა, ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა კაცთა შვილებს. ფსალმონის 113:24. იესომ როგორც ზეკაცისამ უკან დაიბრუნა ის, რაც ადამმა დაკარგა. შემდეგ უფალი ამბობს, მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება, ძალა მართლობისა, ზეცაში და დედამიწაზე. მათეს 28:18. ქრისტე, ჩვენი უფალი და მეფე, უკვე აღარ იმყოფება დედამიწაზე. ამიტომ მე და შენ, ქრისტეს სხეულმა, უნდა წარმოვაჩინოთ ღმერთის უზენაესი მართლობა. თუ ჩვენ არ ვიმეფებთ, მაშინ მართლობა წუთისופლის ძალთა არეალში დარჩება, რომლებიც იბატონებენ ჩვენს ცხოვრებაში. ეს არ არის ღმერთის გეგმა. ჩვენ ვფლობთ ღმერთის მადლის ძალას, რათა ქრისტეს მეშვეობით ვიმეფოთ ცხოვრებაში. იხილე ან შედი. მოდით ყურადღებით განვიხილოთ იესოს მიერ ნიკოდემოსისათვის ნათქვამი სიტყვები. გაიხსენეთ რა უთხრა მოძღვარმა მას, ვინც ხელახლა დარიშვება, ვერ იხილავს ღვთისასუფეველს. იოანეს 3:3. რამდენიმე წამის შემდეგ უფალი ასეთ რამეს ამბობს. ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისაგან არიშვება, ვერ შევა ღვთისასუფეველში. იოანეს 3:5. ახლა როდესაც გაცილებით მეტი გავიგეთ ღვთისასუფეველის შესახებ, გავეცანით რა ორიგინალს, ჩვენთვის გასაგები ხდება, თუ რატომ ყოფს იესო ერთმანეთისგან ორ ცნებას, სასუფეველის ხილვა და სასუფეველში შესვლა. თუ კი ჩვენ ღმერთის სასუფეველს ფიზიკურ ადგილად წარმოვიდგენთ, მაგალითად ისედაც როგორც ზეცაა, მაშინ მესამე მუხლის მიხედვით ხელახლა შობა საკმარისი არაა იმისთვის, რომ შევიდეთ სასუფეველში. ის საკმარისია მხოლოდ იმისთვის, რომ ვიხილოთ სასუფეველი. რა თქმა უნდა, ეს არასწორია. როდესაც შენ ხვდები, რომ იესო ღმერთის უზენაესი, ძლიერი მართლობის შესახებ საუბრობს, მაშინ ეს მუხლი სრულიად სხვა მნიშვნელობას იძენს და უფრო გასაგები ხდება. ბერძნულ ენაზე სიტყვა ხილვა მესამე მუხლში არის ეიდო. მისი ძირითადი მნიშვნელობებია დანახვა, აღქმა, ახსნა, გაგება. იესო გვეუბნება, რომ ყველას, ვინც ზეციდან არის შობილი, შეუძლია იხილოს, აღიქვას, იცოდეს და განმარტოს ღვთის სასუფეველი. მისი ძლიერება, მისი მართლობა. მეხუთე მუხლში იესო აღარ იყენებს სიტყვას ხილვა, ეიდო. იგი იყენებს სიტყვა შესვლას. გულისხმობს სასუფეველში შესვლას. ბერძნულ ენაზე სიტყვა შესვლა ნიშნავს ეისერქომაი. მისი ძირითადი მნიშვნელობებია ადექი და შედი. ადექი და შედი შიგნით. იესო ამ ორ ფრაზაში მდგომარეობიდან ცოდნა გადადის მოქმედებაზე. ადექი და შედი. ხედავთ განსხვავებას. მოვიყვან ილუსტრაციას. როდესაც თვითმფრინავში ავდივარ და სადმე გაფრენას ვაპირებ, ვიცი რომ საჰაერო ხომალდს აქვს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს მიზიდულობის კანონს. გზავრებთან ერთად აიწიოს ჰაერში
და სასურველ ადგილას მიმეყვანოს. მე როგორც მგზავრს შემიძლია ვიხილო და განვიცადო კიდეც თვითმფრინავით მგზავრობის სიკეთე. ერთ დღეს მეგობარმა ფრენის გაკვეთილების სახელმძღვანელო მაჩუქა. რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ ავდივარ ერთ ძრავიან თვითმფრინავში და ინსტრუქტორი მეუნება რა უნდა გავაკეთო. მალე უკვე ჰაერში ვარ აჭრილი. თითქმის დაუჯერებელ განცდებში ვარ. პირველი აზრი, რაც თავში მომდის, არის ის, რომ შემიძლია გავფრინდე საითაც და როგორ მომესურვება. აქ არ არსებობს გზა, არანაირი ბილიკი. მე თავად ვქმნი გზას და მარშრუტს. ადრე როცა მგზავრი ვიყავი, ვიცოდი რისი გაკეთება შეეძლო თვითმფრინავს და თან შემეძლო ამ სიკეთის საკუთარ თავზე გამოცდა. ახლა თავად ვარ მფრინავი და შემიძლია იქით წავიდე, საითაც მინდა. მე ფრენის თავისუფლებაში შევედი. იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ ორი სახის მორწმუნე არსებობს. პირველი ჯგუფი შეგვიძლია თვითმფრინავში მჯდომ მგზავრებს შევადაროთ, რომლებმაც იციან, აღიქვამენ და პირადად განიცდიან ფრენის სიკეთეს. მეორე ჯგუფს ეკუთვნიან ის ადამიანები, რომლებიც დგებიან და შედიან პილოტის კაბინაში და თავად განსაზღვრავენ, სად წავიდნენ, რა სიჩქარე და რა სიმაღლეზე. მგზავრები მიუხედავად იმისა, რომ თავად განსაზღვრავენ დანიშნულების ადგილს, მაინც დამოკიდებულნი არიან იმათზე, ვინც იციან, როგორ მართონ ხომალდი. ამისთვის, რომ უფრო კარგად დავინახოთ განსხვავება ღმერთის სასუფეველის დანახვისა და მასში შესვლის შორის, წარმოიდგინეთ პატარა ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც კუნძულზე არიან ჩარჩენილნი. ეს არის კუნძული, რომელიც სავსეა კაციჭამია ცხოველებით, შხამიანი გველებით, ობობებით და კიბორჩხალებით. თუ ეს ცოტაა, მოდით ვთქვათ, რომ ამ კუნძულზე ასევე ცხოვრობს კაციჭამია ტომი. ჩვენი პატარა ჯგუფი დიდ ხიფათშია ჩავარდნილი. თუმცა არის ერთი კარგი ამბავიც. ამ კუნძულზე პატარა ასაფრენი ბილიკი და კარგ მდგომარეობაში მყოფი ხომალდია. თვითმფრინავის აუზი სავსეა საწვავით და დგას ასაფრენ ბილიკზე. ამ საფრენ აპარატს თავისუფლად შეუძლია კუნძულზე ჩარჩენილი ადამიანები სამშვიდობოს გაიყვანოს. თუმცა ერთი დიდი პრობლემაა. ამ ჯგუფიდან არავინ იცის ხომალდის მართვა. თითეული ჩვენთაგანი დიდი გამოცდილების მქონე მგზავრია, მაგრამ არც ერთს არ გაგვაჩნია მფრინავის სტატუსი. არც ერთს არ შესწევს ხომალდის მართვის უნარი. მართალია თვითმფრინავი გვანიჭებს ფრენის, უსაფრთხოების და თავისუფლების ძალას, მაგრამ ჩვენ მაინც არ შეგვიძლია ძრავის ჩართვა და გაფრენა. ეს სურათი გვაჩვენებს განსხვავებას იმ მორწმუნეს შორის, რომელიც მხოლოდ ხედავს ან განიცდის ღმერთის უზენაეს, ძლიერ მეფობას და იმ მორწმუნეს შორის, რომელიც დგება და შედის ღმერთის უზენაეს, ძლიერ მეფობაში. განსხვავება დიდია, ხომ? შენ რომელი მორწმუნე გინდა იყო? მეფობაში შესვლა. ლოგიკური კითხვა, რომელიც ზემოთქმულიდან იბადება, არის ის: თუ როგორ შეუძლია ღმერთის შვილს მეფობის დანახვიდან მასში შესვლა? სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორ შეგვიძლია სულიერი მგზავრებიდან სულიერ მფრინავებად გადავიქცეთ? ამ კითხვას პავლე მოციქული პასუხობს. სულიწმინდისგან პირდაპირ მითითებით, პავლემ და ბარნაბამ დატოვეს თავიანთი ეკლესია და გაემგზავრნენ პირველ სამოციქულო მოგზაურობაში. საქმე მოციქულთა 13-ის 1:4. ბევრი მგზავრობის და აზიაში მრავალი ქალაქის მონახულების შემდეგ ისინი სახლში ბრუნდებიან. გზად რამდენიმე მათივე დაარსებული ახალი ეკლესია მოინახულეს. რა თქმა უნდა, იმ დროში მოგზაურობა გაცილებით რთული იყო ვიდრე ახლა. მე შემიძლია ჩავჯდე თვითმფრინავში და ძალიან ადვილად ვესტუმრო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეს 24 საათის განმავლობაში. არ მჭირდება ვიფიქრო იმაზე, ამ ხალხს ისევ შევხვდები აქ დედამიწაზე, თუ ზეცაში, შორი მანძილის ან რთული მგზავრობის გამო. მაგრამ პავლეს დროს ეს ფიქრი მართლაც იყო დამწუხრების მიზეზი. როდესაც იგი ამ ეკლესიებს ტოვებდა, პავლემ იცოდა, რომ სრულიად შესაძლებელი იყო, რომ მეტად ვეღარ ენახა ძვირფასი ადამიანები. ამიტომაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ პავლე მოციქული ამ ახალი მორწმუნეების მიმართ სათქმელ სიტყვებს დიდი სიფრთხილით არჩევდა. და ის, რაც პავლემ უთხრა, პირდაპირ ეხება იმას,
თუ როგორ გადავდივართ მეფობის ხილვიდან მეფობის მმართველობაში. მრავალი დაემოწაფეს და დაუბრუნდნენ ლუსტრას, იაკონიას და ანტიოქიას. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს და შეაგონებდნენ. მტკიცედ მდგარივდნენ რწმენაში. ვინაიდან მრავალი ჭირით გვმართებსო, ღვთის სასופველოში შესვლა. საქმე მოციქულთა 14:21-22. პავლე ამ ქალაქებში არც ფინანსურ საკითხებზე სემინარები ჩაუტარებია, არც ეკლესიის ზრდის კონფერენცია და არც მსახურთა სასწავლო კურსები და არც რაიმე განსაკუთრებული იმედი არ მიუცია. თუმცა ამ თითოეულ თემას თავისი ადგილი უკავია. არა, მან დაუტოვა სიტყვა, რომელიც გააძლიერებდა მორწმუნეებს სარბიელის კარგად დასრულებისაკენ სწრაფვაში. მისი მიზანი იყო ამ მორწმუნეების მომზადება მეფობაში შესასვლელად. პავლეს სიტყვებს აქტუალობა არც დღეს დაუკარგავს. ეს ნათქვამი ჩვენს გულსა და გონებაში უნდა ჩაიბეჭდოს. მრავალი განსასწრების გადატანა გვმართებს იმისთვის, რომ ღმერთის უზენაეს ძლიერ მმართველობაში შევიდეთ. გთხოვთ დაუკვირდეთ, რასაც ვამბობ. ეს არის იმედის, რწმენის უწყება და არა სიბნელისა და გაურკვევლობის. მოდით ასე შეხედეთ ამას. განსაცდელები ეშვება, მათი მოსვლა გარდაუვალია. იესო თავის მორწმუნეებს ეუბნება, რომ სირთულეები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. წუთის სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით. მე ვძლია ქვეყნიერებას. იოანეს 16:33. მან ზძლია ნიშნავს, რომ შენ და მე მოცემული გვაქვს ძალაუფლება, რათა გავუმკლავდეთ წუთის სოფლის მხრიდან წამოსულ წინააღმდეგობებს. ჩვენ ქრისტეს სხეული ვართ. ჩვენ ქრისტე ვართ დედამიწაზე. ჩვენ დავამარცხეთ ქვეყნიერება ქრისტეში. სიტყვა განსაცდელი განემარტება როგორც წინააღმდეგობის, სირთულის მდგომარეობა. ბერძნულად ის ასე გამოითქმის: თლიფსის. ბიბლიის ენციკლოპედია თლიფსი ასე განმარტავს: დიდი ემოციური და სულიერი სტრესი, რომელიც შინაგანი ან გარეგანი ზეწოლის შედეგად შეიძლება წარმოიშვას. ბიბლიაში ეს სიტყვა 55 ჯერ არის გამოყენებული. აქედან 53 ჯერ გადატანითი ხატოვნური მნიშვნელობით. ზეწოლა შეიძლება მოდიოდეს მტრისგან, რთული გარე მოებებიდან, არასწორი გადაწყვეტილებებიდან, ან მოშურნეობის დაკარგვიდან. ჯეიმს სტრონგი თლიფსი შემდეგნაირად განმარტავს: ზეწოლა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ნაღველი, წუხარება, ტვირთი, დევნა, განსაცდელი, სირთულე. ვაინი ასე განმარტავს: ნებისმიერი რამ, რაც სულსა და სამშვენივრს ამძიმებს. განსაცდელის თლიფსის ჩემეული განმარტებაა უდაბნო. საქმეების 14:22 თანამედროვე ბიბლიის ინგლისური ვერსია ასე თარგმნის: მრავალი განსაცდელი უნდა გადავიტანოთ, რათა შევიდეთ ღმერთის სასუფეველში. უკეთ რომ გავიგოთ, მოდით ასეთი რამ წარმოვიდგინოთ. შენ ემსახურები მეფეს, რომელმაც მთელი ქვეყანა დაიპყრო. ის შევიდა დედაქალაქში და ტახტიდან ჩამოაგდო სასტიკი მმართველი, რომელიც რკინის მუშტით მართავდა ერს. დამხობილი ლიდერი ხალხს საშინლად ეპყრობოდა, გონებას ცრუ პროპაგანდით უწამლავდა, აუფასურებდა მათთვის ყველაფერს, რაც კი კარგი და პატივდებული იყო. აღვევებდა სიძულვილს და აბუჩად იგდებდა იმ სწორ და ღირსეულ მმართველობის მეთოდებს, რომელსაც ახლა შენი მეფე იყენებს. კეთილი მეფე დავალებას აძლევს თავის მსახურებს, რომ წავიდნენ ამ დაპყრობილი ქვეყნის ქალაქებში და დაამხონ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებული მტრის სიმაგრეები. ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ძველი მმართველის ქვეშევრდომნი, მსახურნი, რომლებიც დაპატრონებულნი არიან ციხესიმაგრეებსა და სახლებს. ისინი ისევ ძველი მეფის მმართველობას უკეთებენ პროპაგანდას. ამის შედეგად ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია ძველი მმართველის სისტემის გავლენის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გამარჯვება მოპოვებულია, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი მოპოვებული გამარჯვების გასამყარებლად. შენ მიემართები მტრის ტერიტორიაზე არსებული ციხესიმაგრეების დასაპყრობად. გზად ბევრი ხიფათი არსებობს, რომელთაგანაც გამკლავება მოგიწევს იმისათვის, რომ მიაღწიო მტერს და
და მის დაკავებულ ადგილს. მოწინააღმდეგეებმა გზად ბევრი ხაფანგი დაგიგეს იმისთვის, რომ შეგაჩერონ. ამ სირთულეებს სათითაოდ ებრძვი და როდესაც ციხესიმაგრესთან მიხვალ, აქ უმთავრესი სირთულე გელოდება. უნდა დაამხო მტრის სიმაგრე. მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ გზაზე არსებულ რაც მეტ ხაფანგსა და სირთულეს გაუმკლავდები, უფრო გამოცდილი და ომში დაბრძენებული გახდები. თუ კი აიღებ ამ ციხესიმაგრეს, შენ ამ ტერიტორიის მმართველი გახდები და ეს ყველაფერი არ არის. შენ იმდენად სანდო და გამოცდილ პიროვნებად ყალიბდები, რომ შენი მეფე შენს მიერ აღებული ტერიტორიის მმართველად დაგნიშნავს. ჩვენს მიერ მოთხრობილ ისტორიაში კარგი მეფე უფალ იესოს განასახიერებს. მან დავალება მოგცა თავის ერთგულ მეომრებს. წავიდეთ და დავამყაროთ ჩვენი გამარჯვება. ჩვენ კვლავ მოგვიწევს ბრძოლა და განსასწრები, მაგრამ საბოლოოდ მოვახერხებთ იმ ადამიანების განთავისუფლებას, რომლებიც ჯერ კიდევ ბოროტის პროპაგანდის და მეთოდების მონობის ქვეშ იმყოფებიან. მეფობაში შესასვლელად მრავალი განსასწრელი უნდა გავიაროთ, მაგრამ როგორც იესო ამბობს, უნდა გავმხნევდეთ, რადგან მან ძლია წუთისოფელს. მისი მადლით ჩვენ გვაქვს ძალა, რომლის მეშვეობითაც გზაზე შემხვედრ ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას დავამარცხებთ. ჩვენ არა მხოლოდ ღმერთის მადლის მიერი ძალა გაგვაჩნია, ჩვენ რომელთაც გვწამს იესო, როგორც უფალი და მხსნელი, ღმერთის მადლში განსაკუთრებული ადგილი გვიკავია. სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღმერთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილებიც მემკვიდრენიც და ქრისტეს თანამემკვიდრენიც, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც. ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ, რომელთა 8:16. შენ და მე როგორც მორწმუნეები, ღმერთის მემკვიდრეები ვართ. ჩვენ ღმერთის მემკვიდრენი და ქრისტესთან ერთად თანამემკვიდრენი ვართ. სიტყვა მემკვიდრე ბერძნულად ასე ითქმის, კლერონომოს და განიმარტება როგორც ადამიანი, რომელიც იღებს ქონებას ან მემკვიდრეობას. აქ ხაზგასმელია მემკვიდრის უფლება, ფლობდეს. ჩემს ლექსიკონში კი მემკვიდრე შემდეგნაირად განიმარტება: პიროვნება, რომელიც იღებს და აგრძელებს წინაპრისგან მიღებულ მემკვიდრეობას. არსებობს მეორადი განმარტებაც: ადამიანი, რომელიც კანონიერად იკავებს მის წინამორბედის ადგილს. გესმით რაზეა საუბარი? ღმერთმა გაგხადა მემკვიდრე ყველაფერი იმისა, რაც მან გააკეთა და რასაც ის ფლობს. ჩვენ იმას ვფლობთ, რასაც ის ფლობს. ჩვენ ისე უნდა ვიმეფოთ, როგორც ის მეფობს. ეს ყველაფერი ღმერთს ეკუთვნის და ჩვენს გვეკუთვნის. ამიტომ ნურავინ დაიკვეხნეს ადამიანებით. პავლე წერს მორწმუნეებს, ვინაიდან ყოველივე თქვენია. 1 კორინთელთა 3:21. ყველაფერი. მე და შენ ჭეშმარიტად ღმერთის მემკვიდრენი ვართ. ბიბლიის თანამედროვე ინგლისური ვერსია ასე გადმოსცემს ამ ფრაზას: ყველაფერი თქვენია, წუთისოფელი, სიცოცხლე, სიკვდილი, აწმყო და მომავალი. ყველაფერი თქვენ გეკუთვნით. შეჩერდით და იფიქრეთ ამაზე. ქრისტეში მე და შენ გაცილებით მდიდრები ვართ, ვიდრე ამ წუთისოფლის ყველაზე მდიდარი ადამიანი. მაგრამ არსებობს წინააღმდეგობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ზემოთ მოყვანილი ადგილი, რომაელთა მიმართ წერილიდან ნათლად ამბობს: თუ ჩვენს მემკვიდრეობასთან მიმართებაში ერთი გარემოება არსებობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი ავტომატურად არ ხდება ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში. რა გარემოებაა ეს? ჩვენ მასთან ერთად უნდა ვიტანჯოთ. კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ეს ადგილი. იმისთვის, რომ ჩვენ ქრისტესთან ერთად მეფობის რეალობაში შევაბიჯოთ, საჭიროა თვალი გაუსწოროთ და დავძლიოთ ყველა ის წინააღმდეგობა, რომელიც გზაზე გადაგვეღობება. და ეს გავაკეთოთ ისე, როგორც ამას თვითონ იესო აკეთებდა. დაუკვირდით ამ სიტყვებს: მასთან ერთად ტანჯვა. წინააღმდეგობების დაძლევა ეს პარკში სეირნობას ან ყვავილების კრეფას არ ნიშნავს. ეს ბრძოლაა და ბრძოლას ტანჯვა ახლავს თან. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს დამარცხებისგან გამოწვეული ტანჯვა არ არის. რომაელთა 8:18-ში პავლე წერს:
რომ განსაცდელებთან ბრძოლა დიდი იმედის მომცემი რამ შეიძლება იყოს. არაფრად მიმაჩნია ახლანდელი ტანჯვები, იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ. მინდა გაგიზიაროთ ერთი მთავარი პრინციპი და გთხოვოთ გაიზიაროთ და ჩაეჭიდოთ მას. ნიშნულობა არა აქვს თლიფსის, განსაცდელის, როგორი სახის ზეწოლას შეეხებით, რადგან ეს სირთულე არაფერია იმ მეფობასთან შედარებით, რომელშიც ამ განსაცდელების გადავლის შემდეგ შევალთ. თუ ჭეშმარიტად ქრისტიანულად ვცხოვრობთ, მაშინ ტანჯვაც მოგვიწევს. მაგრამ ყოველი გამარჯვებული ბრძოლის შემდეგ უფრო მეტი ძალა და სიბრძნე გველოდება. პავლე მოციქული მხოლოდ იმას არ გვეუბნება, რომ ამ დიდებას ზეცაში მივიღებთ. არამედ ამ ბრძოლის სიკეთეს მიწაზე ცხოვრების დროსაც ვეზიარებით. გადაგვაქვს რა განსაცდელი, ჩვენ მეფობის აღმატებულ ხარისხში გადავდივართ, შევდივართ. მასთან ერთად ტანჯვა. როდესაც ვკითხულობთ იტანჯეთ მასთან ერთად, ბუნებრივად იბადება კითხვა, როგორ იტანჯებოდა ქრისტე? აქ ბევრი იბნევა, რადგან ორი სახის ტანჯვა არსებობს. პირველი ესაა სიმართლისთვის ტანჯვა, ხოლო მეორე ქვეყნიერების საქმეთა გამოტანჯვა. მოდით განვმარტავ, თუ რა მაქვს მხედველობაში. პირველი სახის ტანჯვის მიზეზი არის ის, რომ მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში წევს. იხილეთ 1 იოანეს 5:19. შედეგად ადამიანებს ყოველდღიურად უსიამოვნო შემთხვევებთან უხდებათ შეხება. ჩვილებს აბორტით იშორებენ. ახალგაზრდა გოგონებს აიძულებენ პროსტიტუციით დაკავდნენ. ავადმყოფობები ძალიან ადრეულ ასაკში უსწრაფებს ადამიანებს სიცოცხლეს. ირგვლივ შიმშილი და სიღარიბია გამეფებული. ჩხუბი და აყალმაყალი ანგრევს ოჯახებს. ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია. ასეთი სახის ტანჯვას არანაირი დადებითი მხარე არ გააჩნია. ეს ყველაფერი სამწუხარო და ტრაგიკულია. ეს ადამიანის ცოდვის შედეგია, რაც სასტიკი ბატონისთვის ძალაუფლების გადაცემაში მდგომარეობს. მეორე სახის ტანჯვა სიმართლისთვის ტანჯვაა. სწორედ ასეთ ტანჯვებზე გავამახვილებთ ჩვენს ყურადღებას, რადგან ამ სახის ტანჯვებზე საუბრობდნენ იესო და პავლე. ყველა სახის ტანჯვას, რომელთა გადატანაც ღმერთის ძალით ხდება, დიდი სარგებელი მოაქვს მორწმუნისათვის. მათი შედეგი ყოველთვის ბრწყინვალეა. ისინი გვაძლევენ ძალას აღვასრულოთ ჩვენი მოწოდება, სახელდობრ ვიმეფოთ სიცოცხლეში. იესო ამას თავისი მსახურებით გვიჩვენებს. გახსოვდეთ, ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად ტანჯვა, თუ მასთან ერთად უნდა ვიმეფოთ კიდეც. მაშასე, როგორ იტანჯებოდა იესო? იგი 30 წელი ემზადებოდა მსახურებისთვის. შემდეგ მოინათლა მდინარე იორდანეში ყველასთვის კარგად ცნობილი წინასწარმეტყველის იოანეს მიერ. ნათლობის დროს ზეცა გაიხსნა და სულიწმინდა გადმოვიდა იესოზე მტრედის სახით და გაისმა მამაღმერთის ხმა, შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. ლუკას 3:22. წარმოიდგინეთ, იქ მყოფმა ხალხმა მოისმინა საოცარი ზეციური მოწმობა იესოს შესახებ. ამ მოვლენას თვალს ადევნებდა ბევრი პოლიტიკური და სულიერი ლიდერი, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. ჩვენ იესოს ადგილას რომ ყოფილიყავით, ალბათ ვიფიქრებდით, შესაფერისი დროა ჩემი მსახურების დასაწყებად. აი, ახლა უნდა წარმოვადგინოთ ჩემი პირველი ქადაგება მთელი ხალხის წინაშე. ბოლოს და ბოლოს, ამ მომენტს 30 წელი ველოდი. შესაძლოა მარკეტინგის და პრომოუშენის სპეციალისტიც კი დავიქირავო, რათა კარგად გაახმაუროს ეს ფაქტი და აი ყველა მიცოდეს, რომ მე ვარ ღმერთის კაცი, ამ დროისთვის წარმოგზავნილი. პრომოუშენის მხრივ ეს სწორი მიდგომა იქნებოდა, ხომ ასეა? მაგრამ აი რა მოიმოქმედა იესომ ამის ნაცვლად. იესოს სულიწმინდით აღსილი დაბრუნდა იორდანედან და სულით გაყვანილ იქნა უდაბნოში და 40 დღეს სციდა მას ეშმაკი და არაფერი უჭამია იმ დღეებში და მათი გასვლის შემდეგ მოშივდა. ლუკას 4:1-2 მუხლებში აღმოვაჩინე, რომ ბევრი მორწმუნის აზრით იესო მხოლოდ უდაბნოში გატარებული 40 დღის შემდეგ გამოიცადა. მაგრამ თავარი ეს არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სახარებები იესოს მიერ 3 კონკრეტული განსაცდელის გადატანაზე მოგვითხრობენ, ნათლად ჩანს, რომ იესო მთელი 40 დღის განმავლობაში იცდებოდა, ანუ უძლებდა განსაცდელებს. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ ვინ წაიყვანა იგი უდაბნოში. ეშმაკს არ წაუყვანია, არამედ მამამ სულიწმინდის მეშვეობით. ვიღაც ალბათ იფიქრებს,
რატომ წაიყვანდა მამა თავის ძეს უდაბნოში, როდესაც იცოდა, რომ მას იქ ტანჯვისა და ზეწოლის გადატანა მოუწევდა? ერთი, რაშიც შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, არის ის, რომ ღმერთი არასოდეს შეგვიყვანს ისეთ ქარიშხალში, რომლის დაძლევისთვის ძალასაც არ მოგცემს. ამ საკითხზე მომდევნო თავში უფრო მეც ვისაუბრებთ. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ იმაში, რომ ღმერთი არ არის ტანჯვის განსაცდელის ავტორი. მან იცის, რომ ჩვენ ცოდვით დაცემულ სამყაროში ვცხოვრობთ და თუ გვინდა გავიმარჯვოთ და ვიმეფოთ მასზე, მაშინ წინააღმდეგობებს უნდა გავუძლოთ. ამიტომაც ღმერთი იმ სფეროებში გვრწთნის, რომელთაც იცის, რომ გავუძლებთ, რათა შემდეგ უფრო დიდი ბრძოლებისთვის ვიყოთ მზად. იესო ნათლობის შემდეგ სულიწმინდით ახსილი წავიდა უდაბნოში და 40 დღის მანძილზე განსაცდელებს უმკლავდებოდა. გავიხსენოთ, რომ მან თავი წამოიცარიელა, მიატოვა ყველა ღვთიური უპირატესობა და ჩვენ შორის მადლით ახსილი დადიოდა. იხილეთ ფილიპელთა 2:7 და ლუკას 2:40. მან იბრძოლა და გადაიტანა სირთულეები და არც ერთხელ არ გაება ეშმაკის მიერ დაგებულმა ხელში. 40 დღის შემდეგ დაბრუნდა იესოს სულის ძალით გალილეაში და მისი ამბავი მოედო მთელ არემარეს. ლუკას სახარება 4:14. იგი უდაბნოში ღმერთის სულით ახსილი წავიდა, ხოლო მას შემდეგ რაც განსაცდელები და ცდუნებები გადაიტანა, სულის მადლის ძალით ახსილი დაბრუნდა. გაიხსენეთ რომაელთა 8:18-ში დაწერილი პავლეს სიტყვები. ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ. იესო მართლობის უფრო მაღალ დონეზე ავიდა მას შემდეგ, რაც განსაცდელი წარმატებით გადაიტანა. მოციქული იაკობი კი ამის შესახებ წერს: ნეტარია კაცი, რომელმაც დაითმინა განსაცდელი, რადგან რა კი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარულთ. იაკობის 1:12. ყურადღება მიაქციეთ, როცა თქვენ დაითმენთ განსაცდელს ისე როგორც ამას იესო აკეთებდა 40 დღის განმავლობაში, მიიღებთ სიცოცხლის გვირგვინს. ვიცი, თქვენ შეიძლება თქვათ, რომ გვირგვინი ესაა ჯილდო, რომელსაც მივიღებთ ზეცაში, სამსჯავროს ნაცვლად. ეს სიმართლეა, მაგრამ მჯერა, რომ მოცემულ შემთხვევაში იაკობი მხოლოდ ფიზიკურ გვირგვინზე არ ლაპარაკობს, რომელიც ზეცაში მოგვეცემა. არამედ ახლა, ამ ცხოვრებაში მეფობის უფრო მაღალ საფეხურზე ასვლის შესახებ გვამცნობს. გვირგვინის არსებობა ძალაუფლებაზე მიანიშნებს. რა მოსდევს ძალაუფლებას? ძალა. იესო აღვსილი წავიდა უდაბნოში, მაგრამ დაბრუნდა ძალით. გახსოვდეთ, მეფობაში იმ შემთხვევაში შევძლებთ შესვლას, თუ მასთან ერთად ვიტანჯებით. როდესაც ჩვენ თლიფსისით ვიტანჯებით და განსაცდელებს ფარხმლის დაყრის გარეშე გადავიტანთ, შეუპოვრობას შევინარჩუნებთ. მაშინაც კი, როდესაც მთელი ჯოჯოხეთი ჩვენს წინააღმდეგაა ამხედრებული. სიკეთე არ დააყოვნებს. იმ სფეროში, სადაც განსაცდელს მტკიცედ გავუძელით, უფრო მაღალ საფეხურზე ავალთ. ჩემი სიდედრის დამოწმება. ლიზას დედა ღმერთის აღთქმების შესრულების კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს. 1979 წელს ინდიანას შტატში ადგილობრივმა ექიმმა მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვა. ვინაიდან იგი გვიან აღმოაჩინეს, დაავადებას უკვე ლიმფური კვანძები გაეკეთებინა. მას მოკვეთეს მკერდი და ლიმფური კვანძები 30%-მდე შეამცირეს. ოპერაციის შემდეგ ექიმმა უთხრა, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რის გამოც დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა. შერლის არ უნდოდა ამ აზრთან შეგუება და ამიტომ ჰიუსტონში, ტეხასის მედ ანდერსენის კლინიკას მიაკითხა, რომელიც კიბოსთან ბრძოლის წამყვან ცენტრად ითვლებოდა. მისი ექიმი ამ დაწესებულებაში ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი იყო. არც მისი დიაგნოზი აღმოჩნდა დამაიმედებელი. იგი ფიქრობდა, რომ თუ შერლი მის რჩევებს გაითვალისწინებდა, სიცოცხლეს 2 ან მაქსიმუმ 3 წლით გაიხანგრძლივებდა. მედიცინა უძლური იყო. შერლის გადარჩენის იმედს არ აძლევდა. შემდგომი ნაბიჯი იყო ინტენსიური სხიური თერაპია, უკან ინდიანაში დაბრუნება და რაღაცა დროის შემდეგ ისევ ჰიუსტონში ქიმიოთერაპიისთვის ჩამოსვლა. ჰიუსტონში ყოფნისას შერლი ქვეყნის მასშტაბით ცნობილ ტელემსახურებას დაუკავშირდა და სთხოვა მისთვის ელოცათ. ბედნიერი შემთხვევის წყალობით ის პიროვნება, რომელმაც ყურმილი აიღო, იცნობდა ერთ ცოლ-ქმარს, რომლებიც
მედ ანდერსონის კლინიკაში მსახურობდნენ. მან ამ ადამიანებს თხოვა შერლისთვის მიეხედათ. ეს წყვილი დაუკავშირდა ჩემს სიდედრს. იგი თავიანთ ეკლესიაში სპორტულ თამაშებზე მიიწვიეს, შემდეგ სადელზე და მთელი ამ ხნის განმავლობაში წმინდა წერილიდან მოცემული ღმერთის აღთქმებით ამხნევებდნენ. შერლი ახალმოქცეული ქრისტიანი იყო. ამ დიაგნოზის დადგენამდე მან მხოლოდ რწმენის რამდენიმე პრინციპი იცოდა, რომელთა შესახებ ერთმა მსახურმა უამბო. ინდიანაში დაბრუნების შემდეგ შერლი თავის მენტორს დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ ღმერთი ყველას არ კურნავს. მან დაუსახელა იმ ქრისტიანების მაგალითები, რომლებიც ვერ განიკურნენ სერიოზული დაავადებებისგან. შერლიმ კი მას ის მუხლები წაუკითხა, რომელსაც ჰიუსტონში მისი მეგობარი ცოლ-ქმარი უზიარებდა. მენტორი ძალიან გაღიზიანდა, რადგანაც შერლი არ ეთანხმებოდა მის აზრს და წინააღმდეგობას უწევდა. ჩემი სიდედრი ამ ყველაფერმა დააბნია, გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჰიუსტონში ქიმიოთერაპიისთვის ჩასულს ყოველდღე სტუმრობდა ნაცნობი ცოლ-ქმარი, რომლებიც კვლავ ამხნევებდნენ ღმერთის აღთქმებით. საბოლოოდ შერლიმ დაიჯერა, რომ რასაც ღმერთის სიტყვა განკურნებაზე ამბობდა, რეალური იყო. ღვთის სიტყვაში ეჭვი არ უნდა შეეტანა და იგი განიკურნებოდა. როდესაც შერლიმ უარი განაცხადა ქიმიოთერაპიაზე, მისმა ექიმმა იფიქრა, რომ ჭკუიდან შეიშალა. იგი აფრთხილებდა, არ მიეღო სიცოცხლისათვის სახიფათო გადაწყვეტილება. მაგრამ შერლი მაინც თავის სიტყვაზე დარჩა. იგი წამოვიდა მედ ანდერსონის კლინიკიდან და უკან აღარ დაბრუნებულა. ამის შემდეგ მან ღმერთის სიტყვის საფუძვლიანად შესწავლა დაიწყო. კითხულობდა სასულიერო წიგნებს, უსმენდა აუდიო სწავლებებს და ესწრებოდა ბიბლიის შემსწავლელ სემინარებს. დღეს ამ ამბიდან 31 წლის შემდეგ ის სრულიად ჯანმრთელია და ჩვენს მეზობლად ცხოვრობს, უფრო მეტიც. 75 წლის ასაკში ჩვენთან ეკლესიებთან ურთიერთობების განყოფილებაში მსახურობს. გუნდში, სადაც 7 ადამიანი ლიტერატურას და ვიდეო გაკვეთილებს ავრცელებს ამერიკის 20,000-მდე ეკლესიაში, შერლი უამრავ ხუცეს და ეკლესიას ეხმარება იმ მასალების მოპოვებაში, რომელიც მათ მსახურებისათვის ესაჭიროებათ. ჩემი მსახურების მანძილზე ძნელად თუ შემხვედრია ისეთი ადამიანი, რომელიც უყოყმანოდ ლოცულობს განკურნებისათვის. ერთხელ, როცა მე და ლიზა ახალი დაქორწინებულები ვიყავით, სამსახურიდან დაბრუნებულ სახლში შერლი დამხვდა, რომელსაც გრიპი ჰქონდა და თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ისე იყო დასუსტებული, რომ კიბეზე ასვლის ძალაც არ ჰქონდა. როცა დამინახა, მითხრა: ჯონ, შენი ლოცვა მჭირდება, რომ განვიკურნო გრიპისაგან. როცა მისთვის ლოცვა დავიწყე, ღმერთის თანდასწრება იმდენად ძლიერი და საგრძნობი გახდა, რომ შერლიმ თავი ვერ შეიკავა და კიბეზე ჩამოჭდა. შემდეგ წამოხდა, წელში გაიმართა და განაცხადა: მინდა სადილი მოგიმზადოთ. საჭმელი მართლაც შესანიშნავი იყო. გულიანად გამეცინა და თან გავეფიქრე. პეტრესაც ზუსტად ასე დაემართა. მისი სიდედრიც ცუდად იყო და როდესაც იესომ განკურნა იგი, მან საჭმელი მოუმზადა მათ. იხილეთ მათეს სახარება 8:14-15. შერლი არა მხოლოდ ლოცვას ღებულობს ადვილად, ის თავად ხდება ძლიერი ქალი, როცა სხვებისთვის ლოცულობს. თუ მის სიახლოვეს ვინმე ავად არის, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ მისგან იდინებს ღმერთის ძლიერი სიტყვა და ლოცვა განკურნებისათვის. 31 წელიწადია შერლი განკურნებულია და ის კვლავ ითვლის სიცოცხლის წლებს. თლიფსის, ღმერთის სიტყვით შეოპოვარი ბრძოლის გამო, მან მიიღო გვირგვინი განკურნების სფეროში. მან გაუძლო და გადაიტანა განსაცდელები და ახლა მეფობს იმ სფეროში, რომელშიც ბრძოლას გაუძლო. გამარჯვებულები. სხვა ადამიანებსაც აქვთ მსგავსი დამოწმებები. გავიხსენოთ ორალ რობერტსი, რომელიც ახლა ზეცაშია, მაგრამ მისი ცხოვრება და მემკვიდრეობა ისევ გრძელდება. 17 წლის ასაკში ტუბერკულიოზით კვდებოდა, მაგრამ მან შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწია ავადმყოფობას ღმერთის სიტყვით და ლოცვით. და ბოლოს დადგა ის დღე, როცა ექიმებმა დაგვიდასტურეს მისი სრული განკურნება. ორალ რობერტსმა, ისევე როგორც შერლიმ, დიდების გვირგვინი მიიღო განკურნების სფეროში. ამის შედეგად მილიონობით ადამიანი გაძლიერდა მისი ცხოვრების და მსახურების მეშვეობით. მე ერთი მეგობარი მყავდა, სახელად ჯიმი, რომელიც მრავალი წელია ხუცესია და ადამიანებს ემსახურება. 17 წლის ასაკში ექიმებმა სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს. მაგრამ იგი ორალ რობერტსის მსახურებაზე მიიყვანეს, სადაც სასწაულებრივად განიკურნა.
როგორ განვითარდებოდა მოვლენები, თუ ორალი ვერ გადაიტანდა ახალგაზრდობაში მოვლენილ განსაცდელს, სად იქნებოდა ახლა ჩემი მეგობარი და მრავალი მილიონი ადამიანი, რომელმაც ორალ რობერტსის მსახურებით მიიღეს განკურნება? როგორი იქნებოდა იმ ადამიანების ბედი, რომელთაც დღეს ჯიმი ემსახურება? სად იქნებოდნენ ისინი? ორალმა მეფობაში შეაბიჯა. მისი შეუპოვარი რწმენის სრული შედეგი მხოლოდ სამგზავროს დღეს გახდება ცნობილი. გავიხსენოთ კენეთ ჰეიგინი, რომელიც 1917 წელს ტეხასის შტატში, ქალაქ მაკინში გულის პრობლემებით დაიბადა. მოგვიანებით მას სისხლის იშვიათი, უნკურნებელი ავადმყოფობის დიაგნოზი დაუსვეს. 16 წლის ასაკში ლოგინს მიეჯაჭვა და ყოველდღე მის სიკვდილს ელოდნენ. 1933 წელს იგი სამჯერ მოკვდა და იხილა ჯოჯოხეთი. სამივეჯერ სასწაულებრივად გაცოცხლდა. კენეტმა თავისი ცხოვრება ქრისტეს მიუძღვნა. შეუპოვარი რწმენით და ღმერთის სიტყვის ძალით დაიწყო ბრძოლა დაავადებების წინააღმდეგ. ხუცესი, რომელიც მასთან მივიდა, შემდეგი სიტყვებით ანუგეშებდა: გაუძელი შვილო, რამდენიმე დღეც და დასრულდება შენი ტანჯვა. 1 წლის შემდეგ კენეტი წამოდგა თავისი სასიკვდილო სარეცელიდან და მალევე ქადაგება დაიწყო. კენეთ ჰეიგინის მსახურება მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა. მისი 65 მილიონზე მეტი წიგნი დაიბეჭდა. მის მიერ დაარსებულმა ბიბლიის სასწავლო ცენტრმა 30,000-ზე მეტი სტუდენტი გამოუშვა, რომელთაგან მრავალი სრული დროით მსახურებაშია ჩართული. 65 წლიანი მსახურების შემდეგ კენეტი უფალთანაა, სახლში, მაგრამ მისი მემკვიდრეობა გრძელდება. მან სიცოცხლის გვირგვინი მიიღო განკურნების სფეროში და მისი მსახურების შედეგად უამრავმა ადამიანმა მიიღო განკურნება და შეიცვალა თავისი ცხოვრება. რა მოხდებოდა თუ კენეთ ჰეიგინი ვერ გადაიტანდა განსაცდელს? როგორ მიიღებდა მილიონობით ადამიანი ასეთ მსახურებას, შეცვლილ ცხოვრებას? ამ სამ ადამიანს, რომელთა ცხოვრების ისტორიებიც გიამბეთ, ჩემი სიდედრი, ორალ რობერტსი და კენეთ ჰეიგინი, ჰქონდათ რაღაც საერთო. მათ ებრძოდნენ, ცილს სწამებდნენ და როგორც ცუდ ადამიანებს ისე მოიხსენიებდნენ. შერლის დიდი ხნის მეგობრის მეუღლე არ ელაპარაკებოდა, რადგან ირწმუნა, რომ ღმერთი განკურნავდა. თავიანთი ცხოვრების მანძილზე ორალ რობერტსას და კენეთ ჰეიგინსაც ბრალსდებდნენ იმაში, რომ ცრუ სწავლებას ავრცელებდნენ და შთაგონებას ეშმაკისაგან ღებულობდნენ. მაგრამ რას ამბობს იესო ამ ყველაფერზე? ვაი თქვენ, როდესაც ყველანი კარგს ილაპარაკებენ თქვენზე. ასევე ექცეოდნენ სრულ წინასწარმეტყველთ მათი მამები. ლუკას სახარების 6:26. არიან მსახურები და მორწმუნეები, რომლებიც ღვთის სახარებას ისე ქადაგებენ, რომ ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი. იმის შიშით, რომ შეუწყნარებელი ან ფანატიკოსი არ უწოდონ. თავი დაანებეს კეთილი ბრძოლით ბრძოლას. ყველაფერი, რაც ხდება მათი აზრით, ღმერთის ნებაა და ისე უნდა მიიღონ, როგორც არის. მათ სახარებიდან ამოიღეს შეურაცხმყოფელი ადგილები, თუმცა უფალი ამ ადგილებს შებრკოლების ქვას უწოდებს. წმინდა წერილი იესოსაც მოიხსენიებს შებრკოლების ქვად, მაგრამ ადამიანებმა იგი ისეთ პატარა კენჭის დონეზე დაიყვანეს, რომელიც ვერავის წაბორძიკებასაც კი ვერ შეძლებს. ასეთი მსახურების და მორწმუნეების სურვილია, რომ მათზე ყველა კარგს ლაპარაკობდეს. არ უნდათ ბრალი დასდონ სიმკაცრეში, უკიდურესობაში, ერეტიკოსობაში და დემონებთან კავშირში. თუმცა იესოსაც უწოდებდნენ ამ ყველაფერს. იგი შეუპოვარი იყო ჭეშმარიტებაში. ის ამხელდა მათ, ვისაც სურდა მათზე კარგი ელაპარაკათ. იესო ამბობდა: ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა გაგყრიან და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს განდევნიან, როგორც ბოროტს, კაცის ძის გამო. ლუკას 6:22. დამეთანხმებით, რომ ეს კარგი სიტყვები სრულიად საპირისპირო სიტყვებია, ხომ ასეა? შემდეგ იგი ამის მიზეზსაც განმარტავს. როდესაც ჭეშმარიტება იქადაგება, ადამიანი არაკომფორტულად და მხილებულად გრძნობს თავს. რეალობა კი იმაში მდგომარეობს, თუ შენ მართლაც გინდა, რომ შეუპოვარი მორწმუნე იყო, მორწმუნე, რომელიც მეფობს ამ ცხოვრებაში, მაშინ იყავი იმ მოლოდინში, რომ შენზე ცუდ სიტყვიან, ცილს დაგწამებენ და გაგდევნიან. ამას ის ადამიანები გააკეთებენ, რომლებიც სიტყვით არიან იესოს მიმდევრები, მაგრამ კომფორტული ცხოვრება მოსწონთ. ისინი ეცდებიან სახელი გაგიტეხონ იმისთვის, რომ თავიანთი უღიმღამო აზროვნება გაამართლონ. ასე ექცეოდნენ ძველი აღთმის წინასწარმეტყველებსაც, იოანე ნათლისმცემელსაც,
იესოსაც და ახალი აღთქმის წამყვან ფიგურებსაც. ისინი დღესაც ასე იქცევიან. შენს მიმართ ყველაზე დიდი წინააღმდეგობა უფრო იმ ადამიანებისაგან წამოვა, რომლებიც ამბობენ, რომ ღმერთს იცნობენ. შესაძლოა ამგვარად განვითარდეს მოვლენები, მაგრამ მოდის ჟამიც, როდესაც ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება. იოანეს 16:2. გაქვს სურვილი, რომ ცხოვრებაში ღმერთის სადიდებლად იმეფო? გინდა შეცვალო ადამიანთა ცხოვრება ღვთისასუფევლისათვის? გინდა რომ იმ დიდებულ დღეს მოისმინო შენი ბატონის სიტყვები, ყოჩაღ, ერთგულო და კეთილო მსახურო. თუ გინდა, მაშინ ახლავე მიუგე. შენ მოგიწევს თლიფსის წინაშე დგომა. ზოგჯერ ეს იქნება ძალიან ძლიერი და მოგიწევს გაუძლო და გაიმარჯვო. თუ კვლავ გსურს შეაბიჯო მეფობაში და გაუძლო სირთულეებს, მაშინ განაგრძე მოცემული წიგნი